მოგესალმებით პატრიცემულო ჩემო მაყურებლებო და ერთგულო მსმენელებო. დღეს ჩვენ როგორც ყოველთვის გვაქვს ძალიან აქტუალური თემა. ის რაც ყველას ბაწუხებს და ნომერ პირველი პრობლემა არის დღეს საქართველოში და ქართველი ერისთვის ზოგადად. ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი ერის. ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვხდით უკვე განლევადი ერების სიაში. გაეროს დადგენილებით, სტატისტიკით მოცემული იყო, რომ 2050 წლისათვის ჩვენ უკვე ვიქნებით გადაგვარებად ეროვნებათა ნუსხაში. მაგრამ სულ ახლახანს აი ამ ნუსხაში ჩვენმა ადგილებმა გადმოიწია და ეს პროგნოზი გავრცელდა 2030 წელს. რა არის ამის მიზეზი? აანალიზებენ პოლიტიკოსები, ეროვნული მოღვაწეები, პოლიტიკური პარტიები, მთავრობა, სახელმწიფო. და მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, სწორად რა თქმა უნდა, რომ დღეს ახალგაზრდობას არ აქვს პირობები იმისი, რომ გამრავლდნენ. ერთი შვილის ყონა უკვე ფუფუნებაა, 2 და 3 კი უკვე იშვიათობა გახდა. ამიტომ ოჯახები, რომლებიც იქმნება, ძალიან ხშირად ინგრევა ისე, რომ შვილის ყოლას ვერც ასწრებენ. ზოგიერთი მათგანი მიდის თვით გადარჩენის მიზნით უცხოეთში და მიგრაციას აღრობებს ადგილებს ვიცით. მაგრამ ნაკლებად საუბრობენ იმაზე, რომ ამას აქვს სამედიცინო კუთხითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა ხდება? ზოგადად ძალიან მოიკლო მთელ საქართველოში რეპროდუქციულმა ფუნქციამ, ანუ ფერტილობამ, ანუ შობადობამ. ამის მიზეზი არის რამოდენიმე. არაჯანმრთელი თაობა, აი ეს მათი ფერტილობის მაჩვენებელი არის ძალიან თավარნილი, ანუ შობადობის მაჩვენებელი და ამას აქვს თავისი მიზეზები. მე ამაზე მაქვს ჩემი აზრი, რამასაც გადაცემის სულ ბოლოში მოგახსენებთ. და ჩვენ ვიცით ერთი რამ კიდევ, რომ მსოფლიოს გლობალისტები, რომლებიც ცდილობენ დეპოპულაციას, ამას აკეთებენ შეგნებულად, სხვადასხვა მეთოდებით და ხრიტებით. ეს არის როგორც წამლები, ეს არის ასევე არასწორი კვება, ეს არის ქიმჩრე ტრეილერებიდან ჩამოყრილი სხვადასხვა მძიმე მეტალები და შხამქიმიკატები და ასე შემდეგ. იგივე ნიადაგში მყოფი ჭარბი რაოდენობით პესტიციდები და სხვადასხვა შხამქიმიკატები, რომლებიც მოქმედებენ ყველანაირად ჩვენ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ამ ფუნქციაზეც. აი სპეციფიურად სამედიცინო კუთხით, თვალსაზრისით, ფერტილობაზე საუბრისათვის და განყოფისათვის მე დღეს მოვიწვია ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი. ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამ პრობლემას მიუძღვნა და ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და აქვს ზედმიწევნით შესწავლილი ყველაფერი, რაც კი მსოფლიოში კეთდება, იდება, იწერება, ყველა კვლევა, ყველა სიახლე, ყველა წამალი, ყველა გაიდლაინი, ყველაფერი აქვს შესწავლილი და დღეს ეს პულსი უჭირავს ზუსტად აი ამ საკითხზე. ეს არის ცნობილი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი სპეციფიურად გარდა ყველაფრისა, ქალბატონი ლარის ხორებაშვილი. ის არის აკადემიური დოქტორი მედიცინის, არის ქალბატონი, რომელიც სათავეში უდგა გინეკოლოგიის, აი ამ დარგს რეპროდუქციოლოგიას, ჯერ კიდევ ჩასახვის მომენტში და მისი მასწავლებლები იყო ყველანი, ვინც კი ეს დარგი შექმნა. იმ დღიდან მოყოლებული ქალბატონი ლარი სულ მუშაობს, სულ იხსნის იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ოჯახი გააბედნიეროს პატარათი შვილით. აქვს დიდი გამოცდილება და ძალიან ბევრი მარლიერი ადამიანი არსებობს, არა მარტო საქართველოში, უცხოეთიდან ჩამოდიან მასთან, ძალიან ბევრი წერენ, ბევრ კონსულტაციებს ონლაინაც უწევს, ლექციებს კითხულობს სხვადასხვა ადგილებში, მას შორის იგივე უცხოელებისთვის და არის ერთ-ერთი ის ავტორიტეტი, თუ არა ერთადერთი ჩემთვის პირადად, რომელსაც მე ბოლომდე ვენდობი და ვიცი, რომ თუ კი მჭირდება ვინმესთვის აი მის გამორკვევა, შობადობის ფუნქციის მომატება, ან მიზეზების გარკვევა, რომელიც ვაგზავნი ვთხოვ ხოლმე ქალბატონ ლარის, რომ მან გამიწვიოს ეს კონსულტაცია და დაეხმაროს ამ ადამიანებს, რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრან ეს პრობლემები. დღეს იცით, რომ ექიმებს ბევრს აღარ ენდობიან ადამიანები
სხვათა შორის მეც მათ შორის და დღეს ანდო ექიმის პოვნა, რომელიც არ დაინტერესებული ფინანსურ მოგებაში, არამედ დაინტერესებულია იმაში, რომ მოარჩინოს პაციენტი, უშუალოდ ადამიანებს გადაარჩინოს ის და მით უმეტეს გაახაროს გაამრავლოსელი ახალი თაობის შთამომავლობის შეძენით. ესეთი ადამიანები არიან იშვიათები და მე რეკომენდაციას უწევ ქალბატონ ნურალი ცხოვრებაში. გთხოვთ ქალბატონ ნურალი, დიდი მადლობა რომ მოგწადეთ, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ვთანხმდებით და როგორც იქნა რამდენი ხანია დააგზავნეთ ესე ვთქვა და თემაზე სასაუბრო. ხარული ვარ თქვენს ტელევიზიაში, თქვენს გადაცემაში მოწვევისთვის. რასაკვირველია თემა, რომელიც წამოჭერით არის ყველაზე მტკივნეული და ყველაზე მნიშვნელოვანი, არა მარტო ჩვენთვის რეპროდუქტოლოგებისთვის, მე მიმაჩნია, რომ მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ გამრავლების პროგრამა, იმიტომ რომ საქართველო გაიზარდოს, გადიდდეს და ქართველები რაც შეიძლება მეტი იყვნენ, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრების სხვა ერები, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას და ჩვენს საქმეს, რომელსაც ემსახურები უკვე 55 წელია და ნამდვილად ყველაზე მეტად ეს პროფესია მომწონს ყველა სამედიცინო პროფესიაში. ყველაზე კეთილშობილი უდავოდ, მე არაერთხელ სხვადასხვა ტელევიზიაში ვიყავი, ამიტომ არ გამეორდები, რის გამო ავირჩიე ეს პროფესია. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ მე უნდა ვიყო რეპროდუქტოლოგი და უნდა გავაბედნიერო ძალიან ბევრი წყვილი, რასაც ნამდვილად სული და გული დღემდე ვემსახურებ. აი ბოლო წლებში ძალიან მოიმატა აი ამ უშვილობამ, ძალიან ბევრი ქორწინება, ჯერ ამბობენ რომ არ უნდათ ბავშვი, მერე უსაგვირკვევა რომ კი უნდათ ბარემაც, მაგრამ რატომაც რაღაც მიზეზების გამო ვერ ახორციელებენ ამას. აი ამის მიზეზებს თუ დავიკონკრეტებ და პროცენტულად რამდენად მოიმატა. კი ბატონო, ესე იგი დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ რეპროდუქტოლოგია ეს არის შექმნილი საქართველოში ჟორდანიას ინსტიტუტში ბატონი არჩილ ხომასურიძის ჩამოსვლის მერე, თუმცა თვითონ იოსებ ჟორდანიას ეს ყველაფერი ქონდა ჩადებული ბატონმა ჯემალ ციციშვილმა განავითარა, თენგრის მესხმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ როდესაც ბატონი არჩილი ჩამოვიდა საქართველოში, მან შექმნა ნამდვილი რეპროდუქტოლოგიური სკოლა და უდიდესი განათლება მისცა ყველა მის თანამშრომელს, ყველა ადამიანს, რომელსაც კი სურვილი ჰქონდა ექიმს, რომ რაღაც გაეკეთებინა რეპროდუქტოლოგიაში. ანუ პირველად ჩამოყალიბდა კონტრაცეფცია, პირველად გაკეთდა ენდოსკოპიური გინეკოლოგიური ოპერაციები, პირველი ინვიტრო, ანუ ხელოვნური განაყოფიერებით შექმნილი ბავშვი შეიქმნა ჟორდანიას ინსტიტუტში და აი ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება იმ დონემდე, რომ 2025 წელს საქართველოში ჩატარდა მსოფლიო კონგრესი, საიუბილეო მეოცე კონგრესი რეპროდუქტოლოგიაში და საერთოდ მსოფლიო კონგრესი არასოდეს არ ჩატარებულა არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში და ეს იყო ისეთი საოცრება და ისეთი ზეიმი, როცა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან თავის მონაცემებს, თავის სიახლეებს ჩვენ გვიყვებოდნენ და ჩვენი გადავეცით მათ და სხვათა შორის ამაში უდიდესი მონაწილეობა მიიღო როგორც გამგეობამ, ასევე სამინისტრომ და ძალიან დაგვეხმარა ამ ყველაფრის მოწესრიგებაში, რისთვისაც მათ არაერთხელ მადლობას ვუხდით და სულ ახლა ამ წუთში რომში ჩატარდა ასევე მსოფლიო მე-40 კონგრესი გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგთა, სადაც აი ზუსტად იგივე საკითხებზე იყო საუბარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართულმა წარმომადგენლობამ მიიღო უდიდესი პრემიუმ კლასის შეფასება და უდიდეს დონეზე იქნა აყვანილი ქართული რეპროდუქტოლოგიური
სკოლა. და ის რაც თქვენ მე შემეკითხეთ რომ რატომ მოიმატა ამ ყველაფერმა სამი ძირითადი მიზეზია და სხვათა შორის ეს ბატონი არჩილ ხომასურიძის და ჟორდანიას კლინიკის შრომების საფუძველზეა წარმოდგენილი სულ ახლა რომ პირველი ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები რომელმაც ძალიან მოიმატა და ძალიან მრავალფეროვანი გახდა. მეორე ეს არის გორმონალური დარღვევები, რომელსაც თავიდანვე ბავშვობაში მშობლები არ აკეთებენ ყურადღებას და მე უკვე გვიანდება, იმიტომ რომ გოგონა როგორც კი აი სქესობრივი მომწიფების ხანაში გადადის, მას უკვე მეტი ყურადღება ჭირდება, ისევე როგორც ბიჭს, რომ არ მოხდეს გორმონალური დარღვევების ხელგაშვება და არ ყურადღების მიქცევა და თქვენ წარმოიდგინეთ მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღეს უკვე დადასტურებულია ეს არის გარემოს დაფიძურება რომელიც ოფიციალურად ახდენს აი ამ ყველაფერზე უდიდეს ზეგავლენას და ჩვენ არა მარტო სახელმწიფომ არამედ თვითონ ადამიანმა უნდა იფიქროთ იმაზე და ეცადოთ რომ გარემო არ დავაფიძუროთ სწორედ აი ამ მონაცემებმა ყველამ ერთად მომატა უშვილობის გააჩინა მატება უშვილობის პრობლემის და როგორც მამაკაცში ისე კაცში. და აი ამ რამდენიმე წელიწადში არის განსაკუთრებით გამოხატული. შედარებით ახლა ზუსტ სტატისტიკას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად შედარებით ეს გამოიხატა ბოლო 10 წელიწადში. ბოლო 10 წელიწადში. ჯერერთი გადინება ძალიან დიდი საქართველოდან, ამასაც ხმნიშნულობა აქვს, რომ რაოდენობა გავიდა საქართველოდან. მეორეც ერთი აი იმატა ამ ყველაფერმა თქვენ ზუსტად ბრძანეთ რამდენია ჩემ გარშემო რომ ჯერ არ მინდა ამბობს. მე აღმოჩნდება რომ არ უნდა კი არა ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. მე მიმაჩნია რომ ნებისმიერმა წყვილმა ისევე როგორც ქალმა ან მამაკაცმა ახალგაზრდამ როგორც კი შეამჩნევს რომ რაღაც დარღვევებთან აქვს საქმე მანამ სანამ ეს მივა უშუალოდ განაყოფიერებამდე მანამდე უნდა მიხედოს თავის ჯანმრთელობას და უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგებს როგორც მამაკაცების განხრით ასევე ქალბატონების განხრით რომ დროზე მოხდეს ყველა დამით უმეტეს რომ დღევანდელ დღეს თქვენ წარმოიდგინეთ ნებისმიერი დაავადება ეკურნება და არ არსებობს ქალი ან კაცი რომელსაც არ შეიძლება რომ შვილი არ ეყოლოს. შეიძლება ამას სხვა მიმართულება ჭირდება, შეიძლება ხელოვნური განაყოფიერება ჭირდება, შეიძლება დამხმარე რაღაც ინოვაციები ჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ქალზე ვიტყვი, კაცზე პასუხს არ ვაგებ. არც ერთი ქალი უშვილო არ არის. მას შეიძლება უშვილო. ძალიან დამოუკიდებელი ინფორმაციაა. ეხლა მე მაინტერესებს აი, როდესაც მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი მიზეზია უშვილობისა, ჰორმონალური დარღვევისა არის კონტრაცეპტივები, რომლებსაც სვამენ. აი, უსაფრთხო სექსი არსებობს მექანიკური ან პრეზერვატივების მეშვეობით და არსებობს ტაბლეტების მეშვეობით, როცა ჰორმონალური ფონი იცვლება და ადამიანი არ უსრულდება. ისევე როგორც არსებობს ტაბლეტები მუცლის მოსაშლელად. აღარ არის ეხლა მიღებული მექანიკური აბორტის გაკეთება, ეხლა სვამენ ტაბლეტებს და მიაჩნიათ, რომ ეს გაცილებით უწევებია. მე ესე არ ვთვლი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ რელიგიური სარწმუნოებრივი კუთხით ეს ცოდვა ორივე შემთხვევაში ერთნაირია, ეს მოიშორებენ ნაყოფს, ანუ ცოცხალ არსებას უკვე მექანიკური აბორტით თუ ტაბლეტიზირებული ფორმით, ეს ერთმანეთის ტოლფასია, მაგრამ აი ამ მეორე შემთხვევაში ხდება უკვე ძალიან ძლიერი ჰორმონალური სტრესი, როგორც მე მესმის, რომელიც იწვევს ნაყოფის მოშორებას. ისეთი ძლიერი ცვლილებები ხდება ორგანიზმში, მაგრამ სწორედ ვფიქრობ.
ქალბატონო თინა, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა თქვენს მიმართ, მე აი ამ თემაზე ასე ვერ დაგეთანხმებით. კონტრაცეპტივი არის როგორც ჩასახვრის საწინააღმდეგო, არამედ ასევე ეს პრეპარატები არის სამკურნალო საშუალება. ამიტომ ისინი არ იწვევენ უშვილობას. არავითარ შემთხვევაში. პირიქით, რამდენი პრეპარატია, რომელსაც ჩვენ პაციენტებს უნიშნავთ, არა ჩასახვის საწინააღმდეგო, არამედ ციკლის რეგულირებისთვის, იმის მიხედვით, ვის რა ჭირდება. რაც შეეხება მინი აბორტს და მედიკამენტურ აბორტს, ის ბევრად უფრო დამზოგავია, ბევრად უფრო სწორი თერაპიული მიდგომა, ვიდრე ჩვეულებრივი ხელოვნური აბორტი, რომელსაც დღევანდელ დღეს უკვე 90%, 95% ნიანი გინეკოლოგებისა აღარ მიმართავენ და ცდილობენ, რომ ყველა პაციენტს უმტკივნეულო და უებრად თუ რაღაც გარკვეული მიზეზები არსებობს, რის გამოც საჭიროა, რომ მოხდეს ამან ნაყოფის მოშორება ბედის საშვილოსნოდან, ბევრად უკეთესია აი მინი აბორტად წოდებული ესე იგი სპეციალური ჭარება და სპეციალური მედიკამენტური აბები, რომლებიც ძალიან მარტივად მით უმეტეს, რომ ამ ექსტრაც ჩამოთვალე ამის მოხმარების მერე პაციენტი ადვილად ორსულდება, პაციენტი ჩვეულებრივად ქალი ჩვეულებრივად შეუძლია, რომ გააგრძელოს ორსულობა და ჩვეულებრივად შეუძლია, რომ იმშობიაროს. უბრალოდ მოიმატა პროცენტმა პათოლოგიური ორსულობისა, გართულებული ორსულობისა, დაუშვათ წყვილს უნდა შვილი და არ უჩნდება 1 წელი, 2 წელი, მე მაგალითად ყოლია პაციენტი, ვისაც 7 წელი არ ყოლია შვილი, 8 წელი, 6 წელი. აქ უკვე სხვა თემა, აქ ზუსტად უნდა მიხვდე რა დიაგნოზია, რამ გამოიწვია უნაყოფობა, ეს არის პირველადი და თუ მეორადი და აი ამის მიხედვით უნდა სწორად წამართო მერე ამ წყვილის კურნალობა, რათა მიღწეული იქნეს სასურველი ორსულობა. დღევანდელ დღეს იმდენი მართლა ლიტერატურა, იმდენი კონფერენციები, კონგრესები ტარდება, ტრეინინგები ტარდება, რომ უკვე საქართველოს არაფრით არ ჩამოუვარდება, არც ევროპის, არც ერთ ქვეყანას, არც ამერიკას. იმიტომ რომ საქართველოს ექიმებმა შეძლეს, რომ ასულიყვნენ ზუსტად იგივე დონეზე და ჩვენი ყველა გაიდლაინი, ჩვენი ყველა სტანდარტი არის აბსოლუტურად ისეთივე, როგორიც ევროპაში ან განვითარებულ სხვა ქვეყნებშია. და თქვენ წარმოიდგინათ, აი ჩვენ ეხლა სადაც ხარასმენდაინში მე ვარ გინეკოლოგიურ განყოფილებაში რეპროდუქტოლოგი და უდიდესი ქირურგიული ოპერაციები მიდის ბატონი რამაზ ჩარეკიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც ჯორდანიაში დაიწყო თავის დროზე ეს ყველაფერი. რამაზ ჩარეკიშვილი ყველა ოპერაციას წერს და მე პაციენტს ვატანთ ჩიპს და რომ ვაძლევთ ამ ჩიპს, აი რამდენჯერ მითქვენთ, რომ თქვენი თქმის არ იყოს, ხან ამერიკიდან ყოფილან ჩამოსული, ხან თურქეთიდან, ხან აზიის ქვეყნებიდან, ხან მეზობელი ქვეყნებიდან, ჩვენს გვერდზე მყოფი ამიერკავკასიის ქვეყნებიდან, სადაც კიდე წაიღეთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ და აჩვენოთ და ნახავთ თქვენ რა გაგიკეთებთ. ეს ძალიან სამაგოა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ესეთ კლინიკაში ჟორდანიას ინსტიტუტის მერე მიწევს მოღვაწეობა. ძალიან დამამშვიდებელი ინფორმაცია, იმიტომ რომ იმდენს ლანძღავენ თანამედროვე ქართულ მედიცინას, რომ ამიცი დარბიას თურქეთში, სადღაც საფრანგეთში, სადღაც და ითვლება, რომ არაფერი არ შეგვიძლია, რასაც მე არ ვეთანხმები.
იმიტომ ჩვენ თქონდა ძალიან კარგი სკოლები, არა მარტო გინეკოლოგიაში, არამედ სხვადასხვა დარგებში. ჩვენთან ჩამოდიოდა მთელი თუნდაც საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ევროპა. და ჩვენი ექიმების აზროვნება არაფრით არ არის სხვაზე ნაკლები თუ არა მეტი. თქვენ ისიც ხართ ლალე რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გატარებული მაქვს უცხოეთში, იქ ვსწავლობდი, იქ მუშაობდი და ძალიან კარგად მაქვს ამ შედარების საშუალება და მონაცემები. უშევანდავი ხაური და ახაური. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ექიმების დონე არის გაცილებით მაღალი და საბჭოთა სკოლას რო ესე სიცილით უყურებენ დღეს, ესე არ არის. ძალიან ძლიერი სკოლები იყო საბჭოთა სკოლები. ეს იყო გერმანული კლასიკური და მეორე უკვე დამატებული აი მთელი იმ რესპუბლიკების და იმ ქვეყნების რაც გაერთიანებული იყო, აი მათი წვინები ესე თქვა და იმათი ნააზრები. ასე რომ ესეთი ხელსამოსაკრავი არ არის უპირითი. ახლა მე მაინტერესებს აი როდესაც ესეთი უნაყოფობაა ჩაითვალა წლების განმავლობაში, რომ ვერ აჩენენ ეს წვილი ვერ აჩენს, კეთდება ხელოვნური განყოფიერება, არა? რაღაც პერიოდში. როცა მიღებული ეს გადაწყვეტილება, აი ამ ხელოვნურ განყოფიერებაზე რამდენადაც მე მქონდა შეხება და მე ძალიან ბევრი მწერს ხოლმე რაღაც საჩივრებს, რომ ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, გონიათ რომ მე ვარ ჯანმრთელობის მინისტრი და შემიძლია რაღაცა შევცვალო. და როგორც გავარკვია აი მათი თხოვნებიდან, არის ძალიან ძლიერ ღირებული პროცედურა. არ არის ხელმისაწვდომი, მით უმეტეს ახალგაზრდა ოჯახებისგან დღევანდელ რეალობაში. და თან თუ არ შედგა პირველივე მცდელობისას, მე ისევ ძალიან ითანხარი გადასახდები. აი მე ვფიქრე რომ უპრიანი იქნებოდა, რომ ეს იყოს უფასო ქართველი მოსახლეობისათვის, ვისაც არც ერთი შვილი არ აქვს თუნდაც იმათთვის. აი თქვენ თუ გეტყვით ამაზე თქვენ შეხედვით? რა თქმა უნდა გეტყვით, იმიტომ რომ დღეს კი არა, ბევრი წელია. მე ბატონი არჩილ ხომასურიძე, ქალბატონი ჯენარო ქრისტესაშვილი ჩავერთეთ ამ საქმეში. იმ დონემდე რომ ჩვენ პრეზიდენტთანაც ვიყავით თხოვნით. წარსულზე ვაპარაკობ. თხოვნით და ძალიან დიდი პატივისცემით მიგვიყო და გვითხრა რომ რაღაცაში დაგვეხმარება. ასევე ვიყავით ჩვენ თხოვნით უმაღლეს მთავრობის წევრებთან და რატომ აგიხსნით? იმიტომ რომ ჯერ ერთი არც ერთი დაზღვევა რეპროდუქტოლოგიური განხრით არ აფინანსებს არც ოპერაციებს, არც მედიკამენტებს, რაც ძალიან დამთრგუნველი და ძალიან ხელისშემშლელია ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არ გირს იაფი, არც წამალი, არც მომსახურება. რაც შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას, დიახ, ნამდვილად ძვირი ღირს ხელოვნური განაყოფიერება და დიახ, აი ეს თემაც ჰქონდა ჩვენ წარდგენილი, ჩვენ ამისთვის ვიუტყვით, რომ ეს როგორმე მივიღოთ, როგორმე მივახციოთ ამას, იმიტომ რომ ამის არგუმენტია მთელს მსოფლიოში, ისრაელში, რუსეთზე აღარა მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ რუსეთი ამ წუთში ჩვენი მაგალითი არ არის, ევროპაში, ამერიკაში რეპროდუქტოლოგიური კვლევები, მკურნალობა და მედიკამენტები ფინანსდება დაზღვევით და რაც მთავარია, თუ არა ყველა პირველი ხელოვნური განაყოფიერება იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თავის ქვეყანაში, მათთვის უფასოა. აი ამას უნდა მივახციოთ და მე ამას ვითხოვ, არა მარტო ამ წუთში, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, ჩემი უახლოესი მეგობრები, პროფესორები, მართლა მეთაურები კლინიკების და ასე შემდეგ, ყველა ამას, აი მათი აი სანუკვარი სურვილია ჩვენი ყველასი, რომ აი ეს განვითარდეს საქართველოში და მე იმედი მაქვს საქართველო ისე ვითარდება, რომ აუცილებლად ეს დღეც დადგება, რისთვისაც ალბათ უდიდეს მადლობას ჩვენ ქვეყანას გადაუხდის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ხო, ეს ისეთი საკითხია, მე მგონია უფრო აქტიური ისჭირდება და უნდა ვთხოვოთ და თუ თქონა არ გაჭრის რაღაცნაირად ვაიზულოთ ჩვენი ხელისუფლება, რომ
იძულებაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ და თხოვნით, რა თქმა უნდა, აი ცოტა დაალაგდეს ყველაფერი და ისევ თავიდან ალბათ ეს ჩემი შეთები, რომლებიც მართლა ღვაწმოსილები არიან, ალბათ კიდევ რაღაცას წერთ, ვაკეთებთ, ვთხოვთ, ეს ოფიციალურია ყველაფერი, უბრალოდ ხაერში ნათქვამი სიტყვები არ არის. ეს საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით ქართველ ერს ჭირდება, იმიტომ რომ არ მოხდეს და ალბათ არასოდეს არ მოხდება და ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრილი მიწავართ და ჩვენ მფარველობს ზეციერი ღმერთი და ჩვენი ქართველობა მფარველობს და მე იმედი მაქვს რომ გამრავლება მალე გამოსწორდება საქართველოში. და რეპროდუქტოლოგია ამისთვის, რეპროდუქტოლოგები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ხო, მაგრამ როგორც ხედავ, რეპროდუქტოლოგები მაინც პატარა მონაკვეთი ხართ, ასე ვთქვათ. ამას უფრო მასობრივი ისჭირდება მხარში დგომა თქვენ. რა თქმა უნდა. იგივე პოლიტიკური პარტიების და ხელისუფლების მე ძალა იძულებას ამაში გულისხმობ და არა იმაში, რომ რაღაცა არამე დავიჭირო. რა თქმა უნდა. და მტკიცებულება უნდა და თუ საჭიროა რომ მეტი მტკიცებულება იყოს, ამისთვის ისეთი არმია მაღალ განვითარებული, მაღალ კვალიფიციური ექიმების, რეპროდუქტოლოგების, რომელთაც სათავეში უკვე ორჯერ და სამჯერ არ გავიმეორება, არ ნახული აკადემიკოსები უდგას, რომ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად. ამაში ირდება მხოლოდ ხელისუფლების ნება და მეტი არაფერი. თუ გამოიყოს ამაზე თანხები. იმიტომ რამდენადაც მე ვიცი, არ ვიცი სწორი ინფორმაცია თუ არა, მაგრამ შემისწორეთ 14,000 ღირს აი ეს ხელოვნური განაყოფიერება და თუ ვერ მოხდა განაყოფიერება პირველი იმითი მცდელობით, შემდეგ ისევ თავიდან მიხდიან ამას. და ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანებს მოუწიათ სესქის აღება ბანკიდან, ეს ყველაფერი არ შედგა, მერე წვილი დაშორდა და აი რომელიღაცას ხან წოლს და ხან ქმარს, ესე ვთქვათ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შეეტენა ეს უაზროდ აღებული კრედიტი. და ადამიანი მოხდა ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვერც შვილი მიიღო და დარჩა ყველა დაღებული და დაენგრა ოჯახი. ამისკენ არის ჩვენი უტოობა, რომ როგორმე ისე განვითარდეს რეპროდუქტოლოგია და ისე მოხდეს, როგორც დაზღვევების, ასევე ქვეყნის მხარში დგომა ამ დარგისა, რომ ამის ოფიციალური დაფინანსება არსებობდეს, როგორც მსოფლიოში. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმედი მაქვს, რომ ეს მშვენიერი თხოვნა ალბათ ერთ დღეს დადებითად დაგვირგვინდება. ისიც რა შეესაბამება ხალბატონულალი, ახლა მე რასაც ვაკვირდები, ყველაფერი ბრალდება ხოლმე უმაღლეს ხელისუფლებს, ან პრემიერს, ან პარლამენტის თავმჯდომარეს, ან ივანიშვილს. აი პირველი პირები როგორც წესი არ არის ხოლმე საქმის კურსში და არც ალიათ ამისთვის. იმიტომ რომ ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ, მეტომეტეს ახლა და პირველი წელი არ არის ეს მდგომარეობაში რო ვართ, საგარეო პოლიტიკაში რა ხდება, ყველანი კარგად ხედავთ. და აი ამ ჩემ სატელევიზიო გადაცემებს მე გარწმუნებთ, რომ უყურებენ ის ადამიანები, ვისაც ხელმწიფებათ, რომ აი ამ პირველ პირებთან მიიტანონ ინფორმაცია და დაინტერესონ და არ გამორიცხოთ, რომ აი ჩვენი დღევანდელი გადაცემა რაღაცა ყურადღებას მიიქცევს ყოველ შემთხვევაში, ესე მარტივად არ არის. ჩემი დარგის ექიმებისთვის, რეპროდუქტოლოგებისთვის ამაზე დიდი ბედნიერება იქნება, თუ ეს ხმა მიწდება. აი როგორღაც უნდა ვეცადოთ, რომ მივასწინოთ ეს ხმა, მე კიდე სხვაგანაც გავახმაურებ სხვა გადაცემებში ამ თემას და არ მოვეშვები, ესე ვთქვათ, იმიტომ ეს არ არის თქვენ ხართ შემსრულებლები იმისა, რაც არის მთელი ქართველი ერის გადასაწყვეტი და გადასაჭრელი სადგივარი და ყველა სურვილი, რომ როგორმე შობადობა მოიმატოს და რაც კი შეგვიძლია ექიმებს ჩვენი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ამაში. მეტი რა შეგვიძლია, ეს არის ჩვენი ფუნქცია და მისია. ერთადერთი თქვენს წინა ნათქვამში ჩადგმა მინდოდა და ვერ მოვასწარი. შეიძლება რაღაცა პროფესიის სამედიცინო მიმართულების პაციენტები
გადიან საზღვარგარეთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ რეპროდუქტოლოგია საქართველოში ისეთ დონეზეა, რომ ჩვენი პაციენტები კი არ გადიან პირიქით. აქეთ მოდიან, აქეთ ჩამოდიან და აქ ურჩევნიათ ეს ყველაფერი, რომ გაიკეთოთ ისეთი მაღალი დონის სპეციალობა, პროფესია და ექიმები არიან დღეს საქართველოში. თუმეტეს და მე მინდა მოგმართოთ პატრიოტიზმულო მაყურებლებო, გაითავისეთ ეს პრობლემა, ეს ყველა ჩვენთანაც გვეხება. მარტო იმის ზახირი და Facebook-ში ყაკუნი, რომ უი, ეს რა გვჭირდა, აბა დემოგრაფიული პრობლემებია, და აბა საკვები არ ვარდა და მთავრობას მოთხოვოთ ყველაფერი. მასე არ არის საქმე. მოდით ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვეშველოთ ამ დარგს. როგორ დავეშველოთ არა განვითარებაში, ის კარგად არის განვითარებული, როგორც ახლა მოვისმინეთ კალკუტონილარისგან და სასიხარულო არის ინფორმაცია. არამედ იმაში, რომ სახელმწიფომ გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია და გამოიტანოს ეს ნომერ პირველ პრობლემად. ძალიან კარგი არის, რომ გამოიყოფა თანხები რაღაც იშვიათი დაავადებების მკურნალობაზე, მძიმე პაციენტებზე, მაგრამ დამრწმუნეთ, რომ ესეც არანაკლებ სერიოზული პრობლემაა. და ეს ერის ყოფნა არ ყოფნის საკითხთაგან ერთ-ერთია. და დღეს რომ ერი გადაგვარების წინაშე დგას, ესეც ხო ფაქტია და ეს ყველა ჩვენთაგან სტივა მეგონი. კაპიტონარი, მე მინდა ვისარგებლო აი ამ გადაცემით, რადგან თქვენ ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ ამ გადაცემას ბევრი თქვენი მეგობარი, გულშემატკივარი და კოლეგა უყურებს და მივმართო მათ. თქვენ შეიძლება არ დამეთანხმოთ ამაში, იმიტომ რომ არ აქვს ის ინფორმაცია, რაც მაქვს მე და იმ დონის და მინდა რომ აი თქვენს იყვეთ საქმის კურსში და გავახმაურო ეს თქვენს კოლეგებთან. ერთ-ერთი მიზეზი დღესდღეობით უშვილობისა არის ის, რომ ევროკავშირია თუ ევროპარლამენტია თუ გლობალისტები თუ ჯანმო, რაც გინდა დაუძახეთ, ჩემთვის ეს არის ერთიანი სისტემა, ერთიანი ბატონის მსახურები ყველა ესენი. ამათ აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მოხდეს პლანეტაზე დეპოპულაცია მოსახლეობისა. ანუ მოსახლეობის რაოდენობრივი შემცირება. ამაზე მე დიდი ხანია საუბრობ, ამის დოკუმენტაცია დიდი ხანია გვაქვს და არც მალავენ ამას, მაგრამ ეხლა გამოქვეყნდა მოგეხსენებათ ჯეფრი ეპშტეინის ფაილები. საოცარი 6 მილიონი ფაილი არის, სადაც არის პირდაპირ დაუფარავი საუბარი ყველაფერზე და ერთ-ერთი მიმართულება ძირითადი ეს არის სწორედ დეპოპულაციაზე საუბარი. და იქ 2005-7 ფაილი არის მიმოწერა ეპშტეინსა და ბილ გეიტს შორის. სადაც ისინი საუბრობენ, რომ ამის საუკეთესო იარაღად შეიძლება უნდა იყოს გამოყენებული ვაქცინები. და ამას ბილ გეიტსი იღებს თავის თავზე. ისევე როგორც მოლაპარაკებას და ვერბოვკას, ესე ვთქვათ, ბურცეჯახიან ჯანმოსი და რამდენიმე სხვა სტრუქტურის, ვინც არიან გადამწყვეტები აი ამ პრობლემების. ანუ ის ორგანიზაციები, რომლებიც ასე ვთქვათ, არიან ადამიანთა პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მზრუნველები. ამის მერე უკვე ამის არ დაჯერება, რომ ეს ნამდვილად ხდება, ძალიან რთულია, მით უმეტეს კოვიდის აი ამ პანდემიამ, ანუ გაბუქულმა პანდემიამ ვაჩვენა, რომ ეს რეალიზაცია მოხდა ამისი კოვიდ ვაქცინების მეშვეობით. და არის მონაცემები, არ ვიცი რამდენად ხარ თქვენ საქმის კურსში, დიდი ხანია უკვე ეს მონაცემებია, რომ ფერტილობაზე იმოქმედა, განსაკუთრებით მამაკაცების ფერტილობაზე. და დღესდღეობით თავმოყარე ქვეყნებში სპერმა დონორისა ხილის გაცილების ძვირი თუ კი ის იყო აუცრელი კოვიდზე. და სხვათა შორის მე ეს უპირველე გამოშვებში როცა დაიწყო კოვიდის ასრები, მაშინ მომივიდა ინფორმაცია ისრაელიდან, რომ ისრაელში მოგეხსენებათ ახალგაზრდებს ძალიან მასიურად ცრიდნენ, პირველი იყო ავანგარდში იყო ამაცრების ისრაელი და ის იყო გაფრთხილება, რომ ჯარში რომ იყავდნენ ბიჭები და აუცილებლად უნდა აეცრათ ისინი, მათ სპერმას ინახავდნენ, ყინავდნენ და ინახავდნენ, შეიქმნა სპეციალური ბაზები, მონაცემთა ბაზები, ბანკები უფრო სწორად. და ეს ინფორმაცია მომივიდა და მე მაშინვე გავაჟღერე ეს. მაგრამ მაშინ ძალიან სკეპტიკურად შეყიდეს,
ვითომ სასაცილოდ არ ყოფნინა და რაღაც ხილი კომპლექტიდება ჩემ აი ამ განაცხადზე. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს დამტკიცდა უკვე რომ ნამდვილად ესე იყო და დღესდღეობით აუცილებელი პაციენტის სისხლი და სპერმა ხილის ბევრად ძვირი ვიდრე აცრილისა. ეს ჩემი მოგონილი არის დოკუმენტურად არის ყველაფერი შეგვიძლია გადაამოწმოთ. მაგრამ არის კიდევ მეორე ვაქცინა, რომელიც სპეციალურად შექმნილია დეპოპულაციის მიზნით წლების წინ. ის შეიქმნა 2006 წელს და მიდის მისი ინტენსიური გამოყენება. ეს არის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა. ეს შეგახსენებთ, რომ ეს არის საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა. დაიწყო 2006 წელს და უკვე არის მისი შორეული შედეგები. მე არ ვილაპარაკებ იმ შედეგებზე, რაც მაშინვე მისცა და რის გამოც ბევრ ქვეყანამ დაწყებული იაპონიიდან უარყო ის და შეაჩერეს, მაგრამ მე ისე დაიწყეს ახლა, აი კოვიდის მერე განსაკუთრებით. მე ვიტყვი მხოლოდ იმას, რა გამოვლინდა როგორც შორეული შედეგი. ეს არის ონკოლოგია, სუსტად 54% აი ამ აცრილი გოგოებისა დაავადდა საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც პირდაპირ კავშირში არის აი ამ აცრასთან, როგორც მეცნიერები წერენ და ამ მასალის მოპოვება არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ ინფორმაცია არის საჯარო და ღია. უბრალოდ ამას უნდა შრომა და ნახვა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არის საწინააღმდეგო ინფორმაცია და უფრო გაცილებით ცოტა არის, რომელიც არ იბლოკება მსგავსი ტიპის ინფორმაცია. მაგრამ კიდევ უფრო საშიში არის რა, რომ როგორც გაიგო, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ძალიან ბევრს, მათ შორის საქართველოშიც, ჩემ ნაცნობებში და უცხოეთში ჩემ ნაცნობებში, გარდა იმისა, რომ სტატისტიკა არსებობს და კვლევები დაიდო უკვე, ემართებათ ციკლის მოშლა. ეს ვლინდებოდა საკმაოდ მალე აცრიდან, მაგრამ ეხლა უკვე დადგინდა, რომ თურმე ამ აცრის შემდეგ დიდ რაოდენობას არა ყველას ემართება ფოლიკულების გაწოვა. რაც იწვევს განლევა, იწვევს ნაადრევ კლიმაქსს, ან არ ჩამოყალიბებოს ზოგადად აი ამ მენსტრუალური ციკლისა, ან ჰორმონალური სისტემისა რა. და სწორედ აი კითხვაზე, როცა ვსვამდით კითხვას, რომ რატო კეთდება 9 წლიდან და ჩვენ ვპასუხობდნენ თვითონ შემქმნელები და ფირმები, მერკის ფირმაზე ალაპარაკი კონკრეტულად ამერიკულ ფირმაზე, რომ სანამ დაეწყება მენსტრუალური ციკლი, მანამდე უნდა მოხდეს. ეს იყო ერთი პასუხი, მეორე პასუხი იყო, რომ უნდა მოხდეს მანამდე, სანამ ის დაიწყებს სექსუალურ ცხოვრებას. იმიტომ რომ თუ კი ავსო უკვე ნაცხოვრებია ქალი და უკვე მას შეხვდა ეს ვირუსი, ამ შემთხვევაში არ შეიძლებაო. იმიტომ რომ ეს გამოიწვევს იმოსო. შემდეგ თავიდან ესე იყო და ინსტრუქციაში ეწერა კიდევაც, რომ უნდა გაკეთდეს სკრინინგი და უნდა ინახოს არის თუ არ პაპ ტესტი უფრო სწორად და უნდა ინახოს არის თუ ხომ არა აქ ამ ხალხს უკვე ან ამ გოგონას უკვე ეს პაპილომას გამომწვევი აი ეს შტამები. იქ თავიდან 4 შტამი იყო, ახლა უკვე 9-ზე ავიდნენ თვითონ ვაქცინაში. მაგრამ მე ეს ამოიღეს, აი ეს ინსტრუქციაში ეწერა პირდაპირ. და მაშინ ისმის კითხვა, რომ თუ კი აქვს და არ შეიძლებოდა, მე რა შეიცვალა. მაშინ რაღაცა უკეთდება, ხო? და რატო 9 წლიდან? და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმისთვის არის, რომ გამოიწვიოს დეპოპულაცია. ამაზე პირდაპირი სტატიებიც არის და პირდაპირი წერილებიც არის უკვე ნაპოვნი და გამოქვეყნებული, რომ მიზანი მიღწეულია. და ეხლა არის საუბარი იმაზე, რომ თუ კი იყო 9 წლიდან 28-მდე ასაცრელი ასაკი, ეხლა ამიდან 58-მდე და ეხლა უკვე 65-ს გამოაცხადეს ბოლო ჩვენთან. ეს რაღაც ცოტა გაუგებარი რაღაცებიც არის ამ შემთხვევაში. და ბოლოს მე წავაწყდი ძალიან საინტერესო წერილს, ვიცით, როცა ბიჭებზე დაიწყო ოპერაცია, ამდენი სტატისტიკა ბიჭებზე არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მარტო გოგონებს ცრიდნენ. დამოთხი წერილს, რომ იმიტომ არის ბიჭების აცრა საჭირო და 10 წლიდან ბიჭების, რომ ის არ იყოს გადამდები იმისათვის, ვისაც აქვს იმუნოდეფიციტი, ანუ შიდსი. ეს იგი რა გამოდის, რომ პედოფილმა თუ მოინდომა ამ ბავშვთან სექსუალური კონტაქტი, ამ ბიჭთან,
რომელიც არის მისი სამიზნე პედოფილების და რომელთა უფლებებსაც ძალიან იცავს ევროკავშირი. აი ეს ბიჭი უნდა ავსრა ჩვენ იმიტომ, რომ არ გადასდოს იმ პედოფილს საშვილოს ნოსნელის პაპილომას კიბოს დამოწევი პაპილომა. ძალიან ისეთი სიტუაცია არის, იცით, დასაფიქრებელი ყველასთვის და რადგან ინფორმაცია არ გაქვთ, ამიტომ მინდა რომ მე არავის არ გავხოცავზე აზრს, მინდა რომ უბრალოდ იცოდეთ. სანამ ასე პროპაგანდას რო ეწევით ბევრი, გაითვალისწინეთ ჩემი ნათქვამი, ჩემი არაჯერა და შეგიძლიათ რობერტ კენედის ლექცია მიმართვა ნახოთ სპეციალური ნახევარსაათიანი, მესმიდავს Facebook-ში, YouTube-ში არის ინგლისურენოვანი, არის რუსული სინქრონული თარგმანი, ვისაც გირჩევნიათ რომ ნახოთ და ნახავთ ის სტატისტიკას იმ დაავადებებისა, რომელსაც იწვევს იმ გართულებების უბრალოდ, რომელსაც იწვევს ის როგორც შორეული შედეგი. არის დაახლოებით 50 სხვადასხვა სერიოზული დაავადება, მათ შორის სრული ინვალიდობა და დამბლები. აღარ ლაპარაკობ სუიციდებზე და ფსიქოლოგიურ გადახრებზე. ნეიროპათიები და ასე შემდეგ არ გადავხდით ამით. უბრალოდ ინფორმაციის სახით გაზრდით. ნუ დამიჯერებთ მე, ნუ დავუჯერებ სხვას, ნუ დავუჯერებთ გაიგლაინებს და როცა გამოდიან და ველაპარაკებიან იმაზე, რომ 90% იცავს საშვილოს ნოსნელის კიბოსგან, აი ეს არის აბსოლუტური აბსურდი, იმიტომ რომ არც ერთი კვლევა არ არსებობს იმისა, რომ ნამდვილად დაიცვა ამისგან. და თქვენთან წარმოვიდგინეთ რა. ყველა კარგად ერკვევით ექსპერიმენტებში, ყველა ვიცით წაკითხვა მასალების და შეფასება და ნახავთ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ მოხდება. გარდა იმისა, რომ ეს საჭირო. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ამდენად იცით, აი როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხალხში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და ბიჭში იწვევს პირის ღრუსი, ანუსის, პროსტატის და ხორხის კიბოს. აი საინტერესოა, აქ იბადება ლოგიკური კითხვა. როგორ ხდება სექსუალური კონტაქტის დროს, ხო? ანუ ესე იგი პერვერსიული სექსუალური ცხოვრების დროს. თუკი კაც შეიძლება დაემართოს, გადაედოს ეს ანუსის მეშვეობით, მაშინ ანალური სექსის დროს ქალთან ცხოვრებისას ხალხსაც გადაედება. არ არის ლოგიკური ასე. აი რითი განსხვავდება მამაკაცის ციფრა. ნუ მე მაგ თემაზე ვერ მივიღებ მონაწილეობას. ერთი რამის გარდა ყველა ქალბატონებს, ვინც სქესობრივ ცხოვრებას იწყებს, არ აქვს მნიშვნელობა, გათხოვილი არ არის, გათხოვილი არ აქვს მნიშვნელობა, შვილი უნდა, არ უნდა. აუცილებლად ყველა ქალმა უნდა ჩაიტაროს პროფილაქტიკის მიზნით კოლპოსკოპია და პაპ ტესტი და იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ არსებობს პაპილომა ვირუსი, მაშინ უნდა სპეციალური კონტროლება ჩაიტაროს და გაკონტროლება აუცილებელია 6 თვეში ერთხელ, იქ სადაც დადებითია. მე თვითონ არც კოლპოსკოპიას ვაკეთებ და არც პაპს, ამიტომ ეს არ არის ჩემი სასარგებლოდ დათქვამი სიტყვები, ეს არის ქალის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობა, რაც ჩვენ ქალბატონებს ცოტა ნაკლებად აქვთ გათავისებული და შეგნებული და კარგია რომ ამისთვის საშუალება მომეცა. და აქვე მინდა დავამატო ერთი რამ კიდევ რომ იაპონიაში რამდენიმე წლის წინ, 10 წლის წინ შექმნეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო წამალი ხის სოკოსგან, მაგრამ ეს ამის გავრცელება დაიბლოკა და იაპონიაში გამოიყენება ოფიციალურად 80 კლინიკაში. ეს მედეუნებით შანშანდელ მონაცემებს. ეხლა შეიძლება გაფართოვდა კიდევაც და ევროპაშიც ელიტარულ კერძო კლინიკებში ეს ცნობილია და გამოიყენება. ძალიან კარგი იქნება თუ საქართველოს ჩამოაღწევს ასეთი პრეპარატი. არ მისცემენ ასეთ იმას გავრცელებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სხვადასხვა კიბოსწამლების არის გამოგონებულია შექმნილი, მაგრამ ამას არ ეძლევა დიდი გავრცელების საშუალება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფულია ონკოლოგიაში მოგესალება ჩადებული. არა, მე თქვენ არ გაკისრებთ არანაირ იმას, ვალდებულებას და ფუნქციას, ეს არის ჩემი
სულით ინფორმაცია გავცედა, იცოდნენ, რომ იყო ძალიან ფრთხილად ამასთან და საერთოდ როდესაც არსებობს საწინააღმდეგო აზრი, არ არის სწორი მისიაზე გადაგდება და უგულმოყოფა. თუ კი შენ ამას ან გაჩერდი მაშინ, ან თუ კი ამას ხელს კიდევ ამის მომხრე ხარ და ეწევი მithumetes პროპაგანდას, ამ შემთხვევაში შეისწავლე ეს და ნახე, იქნების ადამიანები სწორები არიან და მართლები. არის და ხომ არ მოდის ეს. მithumetes ახლა ყველა მისის კარგად რომ მე თუ რამეს მომბობ, ის არის 1000-ჯერ გადამოწმებული და მithumetes კიდე თუ კი რობერტ კენედი და მის არაჩვეულებრივი მსოფლიო დონის მეცნიერების გუნდი ამაზე საუბრობს, ესე იგი მათ ჩემზე მეტი სამსახურში ამაზე საუბრობს და იქნებ დაინტერესდეს ენდობიან იმას, რომ ვიღაცამ გაიდლაინი შემოიტანა. მეგონი არ არის ეს სწორი. არა მარტო უნდაში, საერთოდ ყველაფერში. ძალიან საინტერესო თემა. აი, თქვენ ხარ რაც ბრძანებთ მაგალითად, მე რო კითხეთ სულ თავიდან დასაწყისში, რომ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებით, ხო? ახლა მე მქონდა სხვა წარმოდგენა. ვფიქრობდი, რომ ეს არის ძალიან მომავლე. ახლა აბსოლუტურად ვითვალისწინებ თქვენ აზრს და ზუსტად ეგ მინდოდა, რომ თქვენგან გაეღო თქვენ პროფესიონალიზმმა მოსახლეობას, თუ რამდენად მისაღებია ეს. იმიტომ რომ არსებობს აზრი, რომ ეს არის დიდი სტრესის გადაწყვეტი. არა, ნამდვილად ერთადერთი ამითი მკურნალობა მიდის ქალის შვილების ასე ვთქვათ უშვილო წყვილების ციკლით დარღვევის მქონე ქალბატონების კონტრაცეპტივები უამრავია და ისინი არა მარტო ჩასახვეს საწინააღმდეგოა, არამედ ის არის სამკურნალო ძალიან მაღალი ხარისხის საშუალებები, რომლებიც ისე ასწორებენ ყველაფერს, მერე ეს რეპროდუქტოლოგიური ფუნქცია არაჩვეულებრივად ხდება. ნამდვილად, ამის სრული გარანტია. ხოდა რატომ მოვიყვანე ხას მაგალითად, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ პროფესიონალი. რადგან თქვენ ამას ამბობთ, ესე იგი ამის უკან დგას დიდი თქვენი ცოდნა და გამოცდილება. ამიტომ მე უკვე ჩემი აზრი ამითი შევიცვალე. და დიდი მადლობა ამისათვის. მოხარული ვარ, თუ კი კარგად გადმოგეცით. ეს არის, ვიცით რა, ეს არის საწინააღმდეგო აზრის შესწავლა და გათვალისწინება, რა თქმა უნდა. მე თულებას მომცემ, მე შევხვდეთ მე და თქვენ და კაბინეტის სიტუაციაში და უფრო დაწვრილებით ჩავიხე და მე მაინტერესებს. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ფაქტია. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში ეს აი ამ დონეზე უკვე შეცვლილი მაგაზრი და გავითვალისწინე ამას ყველაფერს. იმიტომ რომ მეც ვაზრობ ხოლმე რაღაც რჩევებს ახლობლებს თუ ვიღაცას ვინც მენდება. კონტრაცეპტიდება მოსპობავნე აბორტი. აი ეს არის ყველაზე დიდი საქმე. რაც შეიძლება რომ გაკეთებულიყო. უკვე აღარ არის ლაპარაკი ჭართმიანობის შემთხვევაში ერთი პრეპარატი, ციკლის დარღვევის შემთხვევაში მეორე პრეპარატი. თუ აი უამრავი საჭირო თავისი მიმართულების, რასაც ახლა ტელევიზიაში ასე დაწურებით ვერ ვილაპარაკებდნენ. კი ბატონო. თუმცა ისო არ გამოვიდეს ისე რომ ჩვენ ამას უწევთ აგიტაციას. არა. ჩვენ გავუძინოთ იმას, რომ ეს აბორტი და ბავშვის მოშორება ყველა შემთხვევაში ძალიან ყველაზე ცუდი საქმეა. ყველაზე ცუდი. თქვენ არ იცით მე რამდენი გოგონა გადავარჩინე აბორტი არ გავაკეთებინე და რამდენმა გოგონამ რომელსაც არ ყავდა მეუღლე აღმოჩნდა რომ გათხოვდა და მეუღლე და ოჯახი შექმნა. ეს იქნება ხედავდება საწაულია ეს. ნამდვილი სასწაულია. ეს ყველაფერი შეგეთრებათ. და ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ახალგაზრდა ქალი და საერთოდ ქალი არის ორსული. ამაზე ძვირფასი ჩემთვის არაფერი არ არსებობს. და პაციენტებს შორის. და წარმოვიდგენია რამდენი ბავშვი ხავთ ეს მოვლენილი და კარგი ბედნიერი ვარ. ნამდვილად. ნათლია თუ ხართ ხოლმე ბავშვების მერე? ბატონო, იცით რა, ერთი რისკი, მაგრამ მეტის არის, იმიტომ რომ სრულიად უცხოები არიან და ამის გარდა ნათლიობა დიდი პასუხისმგებლობა და ისიც ვარ.
სერიოზულად. მე მქონია ბევრი შემთხვევა, როცა დამხმარები ვარ, ჰომეოპათიით რა თქმა უნდა. და არ არაპროდუქციულ ფუნქციაზე ლაპარაკი ზოგადად. დაუჩენიათ ბავშვთან დომებია ჩემი სახელის დარღვევა და რადგან ახლა რუსეთში განსაკუთრებით. და მე მაშობოდი უთარნიდი ხომ და მეუბნებოდი რომ ჩემი სახელი არ გინდა გაწვალდება რუსეთში. მოდი დაარქვით სვეტლანა მაშინ. აი ეს უთარნიდი ხომ და თინათის. და რამდენიმე სვეტლანა გაჩნდა ესე ჯერ მიწალობით. ოღონდ არა როგორც გინეკოლოგის მიმორი სხვა პრობლემები იყო. დიდი მადლობა, მე ძალიან საინტერესო გამოგვივიდა საუბარი და ძალიან ნაყოფიერი იქნება. ბევრ რამეს გაიგებდი და ესე უშვილდე წნარად დიდი ინფორმაცია მივაწოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ გექნებათ საკითხები, ამ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები, ინტერესი, მომწერეთ და ხალბატონგანის ვთქვი, რომ კიდევ ამ მიმართულებით უდიდესი სია მოგზავნდეს და გვესაუბროს უფრო დაწვრილებით. თქვენი სურვილი და მიხედვით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.